speak with Russia's President Putin in the near future. What? If you will speak with President Putin in the near future. I will be. დიახ, მე ვაპირებ მასთან საუბარს. ჩვენ ძალიან კარგი დიალოგი გვაქვს. ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგ დონალდ ტრამპი რუს კოლეგასთან საუბარს გეკმავს. ეს კი ნაწილობრივ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუების, ნაწილობრივ კი ვლადიმერ პუტინთან გაუმჯობესებული ურთიერთობის ფონზე ხდება. მას შემდეგ რაც მსურველთა კოალიციამ 26 ქვეყნის თანხმობა მოიპოვა და უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას დათანხმდა, ჯერი ვაშინგტონზეა. სწორედ დონალდ ტრამპმა უნდა თქვას, თუ რა სახით იქნება ჩართული კიევის დაცვაში ამერიკა, მორიგი რუსული აგრესიის შემთხვევაში. ამის შესახებ ინფორმაცია პარიზში გამართულ შეხვედრაზე მისმა წარმომადგენელმა სტივენ ვიტკოფმაც მიიღო და თავად ტრამპმაც, რომელსაც შედეგები ტელეფონით გააცნეს. რაც მოისმინა, იმით უკმაყოფილოა რუსეთი. ვლადიმერ პუტინი არ განიხილავს არც ერთ ვარიანტს და არც ერთ მანდატს, რომლითაც ნატოს წევრი სახელმწიფოები მის სამეზობლოში დგანან. თუ ჩვენთან გამოჩნდებიან რაიმე სახის სამხედრო დანაყოფები, განსაკუთრებით კი ახლა საომარი მოქმედებების ფონზე, ჩვენ მათ ჩავთვლით კანონიერ სამიზნედ განადგურებისთვის და თუ მიღწეული იქნება შეთანხმებები, რომელიც ხანგრძლივ მშვიდობასთან მიგვიყვანს, მაშინ მათი უკრაინაში განთავსების აზრს საერთოდ ვერ ვხედავ. თუ შეთანხმება მიიღწევა, ნურავის შეეპარება იჭვი, რომ რუსეთი მას შეასრულებს. ჩვენ ვაპირებთ პატივი ვცეთ ყველა უსაფრთხოებით გარანტიას, რომელიც უნდა გამომუშავდეს რუსეთისთვისაც და უკრაინისთვისაც. ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე სერიოზულ დონეზე ეს საკითხი ჩვენთან არავის განუხილავს. ჯერ არა, თუმცა შემდეგ ნაბიჯად უკრაინისთვის უზრუნველსაყოფი უსაფრთხოებით გარანტიების განხილვა სწორედ მოსკოვთან იგეგმება. ამერიკულ მედიაში წერენ, რომ შესაძლოა პუტინის წინააღმდეგობის შერბილება გარკვეული მექანიზმებით მოხერხდეს. მაგალითად, NBC მოლაპარაკებებში ჩართულ 4 წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა ამ შემთხვევაში გარკვეული ფუნქცია ნეიტრალურმა ქვეყნებმა იკისრონ. როგორიცაა მაგალითად საუდის არაბეთი ან ბანგლადეში, რახან მოსკოვი ნატოს წევრებს უფრთხის. შავი ზღვის მონიტორინგს საკუთარ თავზე თურქეთი აიღებდა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები ბუფერულ ზონას გააკონტროლებდა დრონებით, თანამგზავრებით და სხვა საშუალებებით. საუბარია ფართო დემილიტარიზებულ ზონაზე, რომლის საზღვრებიც ჯერ არ დადგენილა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უსაფრთხოებით სისტემებზე მუშაობა სწორედ ახლა უნდა დაიწყოს და დაიწყო კიდეც. იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ცდილობს გააგრძელოს ეს ომი, ჩვენ უკვე დავიწყეთ იმგვარი უსაფრთხოებითი სისტემების მშენებლობა, რომელიც მათ მშვიდობისკენ უბიძგებს. ყველა დეტალს ვერ გეტყვით, რადგან დიდი ნაწილი მგრძნობიარე სამხედრო შინაარსს შეიცავს. ჩვენ ვამზადებთ ძალას ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში. მსურველთა კოალიციის 35 ქვეყნიდან 26 მზადაა დაგვეხმაროს უსაფრთხოებითი გარანტიებით. ეს დიდი ცვლილებაა. ამ მხრივ არსებობენ ძლიერი ქვეყნები. იტალია ერთ-ერთი მათგანია. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაგვიდასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა ამ ყველაფერში მონაწილეობისთვის. მომდევნო კვირას ვისაუბრებთ ერთმანეთთან იმაზეც, თუ ზუსტად რის გაკეთებას შეძლებენ. მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოებით გარანტიებზე მუშაობა იწყება ახლა, ომის დროს და არა მისი დასრულების შემდეგ. გუშინდელი საუბრისას კი გამოჩნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ელის უფრო ძლიერ ევროპას. ის იმედგაცრუებულია უნგრეთითა და სლოვაკეთით, რომლებიც აგრძელებენ რუსული ნავთობის შეძენას. ამით კი ომის მანქანის დაფინანსებას. ეს სიგნალი ვიქტორ ორბანმა და რობერტ ფიცომ მისგან პირადად მიიღეს. პრეზიდენტ ტრამპს სურს შემცირდეს რუსული ენერგიის ექსპორტი ევროპაში და ვფიქრობ, ეს სწორი გზაა. რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა ასევე ნიშნავს უფრო ძლიერ კავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ენერგეტიკაზე საუბრების შემთხვევითი არაა. როიტერის ინფორმაციით, ევროპელებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ევროპის ზოგიერთი სახელმწიფო ჯერ კიდევ ამდიდრებს რუსეთს მისი ენერგორესურსების შეძენით. სლოვაკეთი და უნგრეთი ჯერ კიდევ გასულ კვირას მილსადენ დრუჟბაზე უკრაინის თავდასხმების გამო წუხდნენ. სლოვაკეთის პრეზიდენტმა რობერტ ფიცომ კი პუტინს პეკინში პირადად დაუდასტურა, რომ რუსულ ენერგიაზე უარის თქმას არ აპირებს. არც ევროკომისიის იმ გადაწყვეტილებას შეუერთდება, რომელიც 2027 წლისთვის რუსეთიდან ყოველგვარი ენერგოპროდუქტების ექსპორტს აუქმებს. ახლა ეს საკითხი ევროპარლამენტში განიხილება. კოპენჰაგენში კი ევროპელი ენერგეტიკის მინისტრები ხვდებიან, რათა საკანონმდებლო ორგანოს თანხმობას უკვე აღმასრულებელ დონეზე დაუხვედრონ ნაბიჯები. ეს კი მხოლოდ ომს არ უკავშირდება. უფრო მეტად ეს ომის შემდგომ ევროპას ეხება.
ჩვენ დაჩქარებულად უნდა გამოვნახოთ გამოსავალი იმ გამოწვევიდან, რომლითაც ჯერ კიდევ დამოკიდებული ვართ რუსულ ენერგიაზე. გასულ თვეს ჩვენ წარმოადგინეთ შეთავაზება სრულად ავკრძალოთ რუსული ენერგორესურსების იმპორტი და ახლა ეს ევროპარლამენტში განიხილება. ჩვენ უნდა გავგზავნოთ მკაფიო სიგნალი რუსეთში, რომ ევროპა აღარ მიიღებს შანტაჟს კრემლის მხრიდან. აღარ მივიღებთ რუსეთის მხრიდან ენერგიის იარაღად გამოყენებას და არ დავაფინანსებთ რუსულ ომს. მინისტრებთან შეხვედრაზე სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. ჩვენ გსურს შევწყვიტოთ იმპორტი რაც შეიძლება სწრაფად. ჩემი აზრით რუსული ენერგია არ უნდა შევისყიდოთ მშვიდობის პერიოდშიც. შესაბამისად ეს არაა დროებითი სანქცია. ეს დარჩება სამუდამოდ. ვთვლი, რომ ევროპა აღარასოდეს იყიდის რუსული გაზის ერთ მოლეკულასაც კი, მას შემდეგ რაც ეს გადაწყვეტილება დამტკიცდება. ვიდრე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ახალი დეტალები ხდება ცნობილი, ღიაა საკითხი ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო შეხვედრის ირგვლივ, რომელშიც მედიატორის როლი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უნდა ეკისრა. რუსეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ შეხვედრისთვის მზადაა, თუ ის მასთან მოსკოვში ჩაფრინდება. უკრაინის პრეზიდენტი კი თვლის, რომ ამას პრეზიდენტი პუტინი მხოლოდ იმიტომ ამბობს, რომ შეხვედრა არ სურს, რადგან ცოტას თუ წარმოუდგენია ვოლოდიმირ ზელენსკი კრემლის დერეფნებში. მიუხედავად ამისა, კიევში თვლიან, რომ შეხვედრაზე საუბრები უკვე კარგი სიგნალია.